მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით ამ ზიან შემოდგომის დღეს გაზაფხულის ქუჩიდან. საოცარი არა, შემოდგომის დღეა და გაზაფხულის ქუჩიდან გესალმებით. ეს გახალთ ჯაპანას პაპანაკება, შეგობადო ჯაპანას პაპანაკება და არის 98.5 რადიო სივრცე. დარჩით ჩვენთან, საოცარი, უსაყვარლესი კაცი, უმაგრესი, უნიჭიერესი კაცი მყავს სტურად. ეს გახლავთ ადამიანი, რომელსაც არც ერთი წვეთი ძაფის არა აქვს, არა არტისტის და არც ერთი სისხლის წვეთი არა აქვს, არა ხელოვანის შემობადოლა. აი, გადაგჭირდით მომიშვენია. შეგენაცვალო ჩემი თავი ჩემო გოგა. ძალიან მიყვარხარ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის შენი სტუმრობა ჩემო გოგა. ჩემთვისაც ყოველთვის შენი მეგობრობა და შენგან დაწყებული, აი, რამდენი ხანია მე და შენ ერთმანეთს ვიცნობ და მეგობრობა. აი ძალიან პატარაობიდან ხო მე ყველაფერი კარგად მახსოვს ჯერ არ დამვიწყები არაფერი ჩემთვისაც ვებერთელა სიხარულია შენთან გადაკვეთა უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან ნიჭიერი და მაგარი კაცი ხარ და შენ პიროვნება და მე კიდე ნიჭიერება ეს ორი ცალ-ცალკე ამბავია და ერთად ეს არის თაიგული დიდი მადლობა შემოგევლო ჩემი თავი კიდევ ერთხელ აი ხარეთ ჩემოდათ ჩემო კარგო დავიწყოთ ისე დასაწყისიდან რა ეხლა რაც მე კარგად მეც რომ მაინტერესებს ახლა სიყვარული შენი უკვე სიყვარული და შემდეგ რაც მოხდა შენ ცხოვრებაში ასე თუ ისე ხა რაღაცები იქაც არ ვიცი მაგრამ ნუ ასე თუ ისე ვიცი რა და ბავშვობა რა როგორც იწყება აი როგორი ბავშვობა ქონდა აი როგორ გითხარი ბავშვობის წლები როგორ გაატარე რამდენი ბავშვი იყავი დამჯერე იყავი ხულიგანი იყავი კედელზე მიყუდებული იყავი იწითებოდი ფეხცალი ფეხით რამე ქუჩაში რამე სემიჩკა რაღაცა როგორი ბავშვი იყავი რა სკოლა 24 ალბათ არა იმიტომ იქვე ცხოვრობდი რა ჩემი იყო პირველი რკინიგზა იქვე იქ თლაკი სანაპიროზე სანაპიროზე აი ჩასასვლელი როა ლუდის ბარი როა ჩასასვლელი გებუაძეზე ხო გებუაძეზე ბატონო იქ იყო ბატონი ალოშა ცინცაძის სკოლა და ანუ 24-დან მეგობრობდი ძმაკაცობდი მაგრამ ხშირადაც ვჩხუბობდით რა ხო ეს იგი სკოლა ხო ეგ კარგად იცი შენ და ეგ ხდებოდა ხო სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არა იცი რა მიუხედავად იმისა რომ ასეთი რაღაც ფაქტები ბევრი იყო და მრავლად იყო ხო კვირა ისე არ გავიდო და რაღაც არ მომხდარიყო მაგრამ ეგ ჩემი გადასახედიდან ახლა რო უყურებ იყო საოცარი მაგალითი ზნეობის, კაცობის, ბიჭობის და ასე შემდეგ. მე რა რო ჩხუბი მოგდიოდა მეორე წუთში რიგდებოდი, მაგრამ სიმართლეს ამტკიცებდი რა და შენი მართალი თავით დადიოდი მე ამ ქვეყანაზე ეგ რა ამიტომ მე მგონია რომ არც მაგას არ უნდა მოვრიდებოდით რა. დუხსაც იმაგრებდი რა. ხო, იმიტომ რომ ვიცი რა ზრდაში გეხმარებოდა რა ყველანაირად რა პიროვნებას გაყალიბებდა რაღაცა დანაშაულზე რომ პასუხი გქონდა მაგალითად შეცდომაზე პასუხი გქონდა გასაცემი ეგეც კაცურად უნდა გაგეკეთებინა ეგრე არ არის ხო და ამიტომ ეს არის ის არაჩვეულებრივი აკადემია რომელზეც ხირხილებს ბევრი ეს ხირხილებს და იქირხილებს არა ჩემთვის ეს განსაკუთრებულია იმიტომ რომ არსებობდნენ ადამიანები რომელსაც ენდობოდი თავისი სიმართლით და იმ მართალი დამოკიდებულებით ვთქვათ შენ მიმართ კონკრეტულად მომხდარი ფაქტის მიმართ და ასე შემდეგ. ანუ აზრი გეკითხა ადამიანისთვის რა იყო მართალი და რა იყო არასწორი. ხო და ნიჭიერი ხალხი იდგა ქუჩაში. დიახ ბატონო. იუმორით სავსე, მაგარი იუმორით სავსე. ბატონო. ჩემი თაობები იყო ამირანა კახიანი, გელა დევდარიანი, ზაზა გიგინეიშვილი. აი, ნუ იუმორით ქონდათ როგორ იცი აი საოცარი. ვიცი განცოს უყველაზე ხა ჩემი მეგობრები იყვნენ. სხვა შორის მაგაზე გეტყვი ძალიან საინტერესო რამეს მოგიყვევი. როდესაც მე მესამე კურსზე ვიყავი, უნდა მეთამაშა ლუარსაბ-თათქარიძე. და ნუ ქალბატონ ლილი იოსელიანთან თამაშობდი ამ ლუარსაბ-თათქარიძეს და საბედნიეროდ გამოვიდა ძალიან კარგი და ესეთი რეზონანსული სპექტაკლი მესამე კურსზე ახლა და
ბატონმა მიშა თუმანიშვილმა თქვა რომ აი ეს ყმაწვილი მე უნდა წავიყვანო თეატრში, ახალ თეატრს ვაყალიბებ და ეს ყმაწვილი მიმყავს თეატრში. ხო. არა, უფრო ადრე გაკეთდა თეატრი, მაგრამ მე მახსოვს ხარ შენ ჩემი პატარა ქალაქი იყო. ხო, არა, ჩემი პატარა ქალაქი გვიანი იყო. მე გეუბნები ინსტიტუტში. ბაკულა იყო თუ არ ვცდები, ხო შენ მიშა თუმანიშვილთან. დიახ. ბაკულა ითამაშეს ჩემზე უფროსები იყვნენ ერთი წლით და მესამე კურსის საკურსო იყო ეს სპექტაკლი ბაკულა რომ ნახე მაშინ წაუშლელი შთაბეჭდილება იყო. მოკლედ აი ამ ლუარსამ თათქარიძემ გადაწყვიტა ჩემი ბატონ მიშასთან თეატრში წასვლა. მაგრამ რჩებოდა მეოთხე კურსი კიდევ ხო მესწავლა და დავდიოდი თავდაღუნული რომ ვინმეს არ ეფიქრა რომ ამას თავში აუარდა თეატრი გარანტირებული აქვს მაშინ თბილისში ვერ რჩებოდა ვერავინ ხო გახსოვს არა პერიოდი იყო აბა უცახო იყო უნდა პერიფერიაში გემუშავა აუცილებლად და ასე შემდეგ და იშვიათად რო დაჩენილებდა ხო და მომივიდა ინსტიტუტში ვიღაცასთან არა მე კარგად ვიცნობდი იმას მომივიდა უსიამოვნება იმასთან და ლაშა კოტრიკაძე კარგად იცი ჩემი მეგობრები ხო არა ლაშაკო ჩემს მაკაცია და რაღაცა ეს ჩოჩკოლი რო ატყდა ზაზა ეს კოლელა კოტრიკაძე რაღაცა მთელი ამბავე ფოიეში ხდებოდა ეს ყველაფერი რა ეს ჩხუბის მომენტი და უცებ ბატონი მიშა არ დამადგა თავზე უირასა ნუ ახლა როგორ მიმიღებდა თეატრში ახლა ხულიგნებს ვერ იტანდა და მით უფრო ინსტიტუტში და ნუ ატყდა ერთი ამბავი მაგდებენ ინსტიტუტიდან მთელი ამბავი და ნუ კაი ქალბატონმა ლილიმ აი ესეთი მხარდაჭერა მე პირველად ვნახე შევიდა ქალბატონ ეთერ გუგუშვილთან და უთხრა ამას გაუშვებთ მეც წავალ წარმოგიდგენია და ვინ მიდის ასე ხო და ვინ გამიშვებდა ნახევარი ინსტიტუტი ინგრევა ხო და ნუ ახლა ეს ისეთი რამე გააკეთა ქალბატონმა ლილიმ რომ პასუხისმგებლობა ჩამომკიდა მხრებზე წარმოვიდგინე აი ვებერთელა ტვირთი რომ გადაცდენა და ლილისთან პასუხისმგებლობა კიდე კარგად მოგეხსენება რაც იყო და რომ მოკლედ ვითამაშე ეს და წავედი გლდანში იხსნებოდა ბატონ ლერი პაქსაშვილი ხსნიდა თეატრს მაშინ და ერქვა გლდანის თეატრი ეხლა ახმეტელისა ხო წავედი იქ მე ვთხარი აი დიპლომის გარეშე და არ ჩავაბარე რომ განაწილებით სხვაგან არ მომხვედრილიყავი რაღაცა მოკლედ წავედი ბატონ ლერისთან ერთი სპექტაკლი ვითამაშე და ვერ გავძლებ მეთქი და რაღაცა მიზეზების გამო მოკლედ იქიდანაც წამოვედი და სრულიად შემთხვევით ქუჩაში შევხვდა რუსიკო ბოლქვაძე ჩემი ჯგუფელი გოგა როგორ ახარ თეატრში რა ხდება მე ვთხარი აღარა ვარ თეატრში მეთქი როგორ აღარ ახარ თეატრში ხო მეთქი წამოვედი რა იმ თეატრიდანაც რა და აი ხა არცად არა ხარ არცად არა ვარ მესამე დღეს ირეკება ჩემთან ტელეფონზე ზარი შემოდის და ავიღე ყურმილი და ჩვენო გიკავშირდებით თუმანიშვილის თეატრიდან ბატონ მიშას უნდა თქვენთან გასაუბრებ ოპა ესე იგი რუსიკო და ზურა ყიფშიძე მივიდნენ ბატონ მიშასთან და უთხრეს ად გაუშვით მოვიდესო და მივედი და სანამ თეატრში შევიდოდი აი ვინ შენ დაასახელე დევდარიანი კახიანი სულ ყველა იქ არიან და ეხლა ამათ თუ ხო ძმაკაცები არიან ბიჭო ამათ რო არ მივესალმო ხო შანსი არ არის და მიშამ დამინახოს რომ ამათ ვესალმები ჩემი მიმღები აღარ არის და საერთოდ ესე რა ლაითად როგორ ახალ ბიჭებო და შევძვერი თეატრში შევედი და ბატონ მიშა მეუბნება აბა კიდე ჩხუბობ არა მე ვთხარი ბატონო მე და ჩხუბის არ გაგიგიათ ეს რაღაცა შემთხვევა იყო ეს გავალაითე ეს ყველაფერი და კი მაგრამ თეატრიდან ისე წამოხვედიო რომ ეხლა აი მე რომ იგიღო და ლერი პაქსაშვილი რომ მომივარდესო აქო და მითხრას რომ რაღაცა და ვინ უნდა მოგივარდეს მეთქი და აი მე დავჩხუბო ეგრევე ვინ უნდა მოგივარდეს ხო ეს ცა ვინ უნდა მოგივარდეს მე აი ხედავ ჩხუბობ ვინ იყო ჩემი ეგ ვინ იყო რა კაცი იყო ჩემი ხო და მოკლედ რიმ იყო თეატრში აგე ხო ხედავ უკვე ჩხუბობ
მაგრამ უნდა შეგაწყვეტინო, მე არ მინდა ჯერ კიდე რატო იცი? მან მივალთ. ეხლა შენ წახვედი. უცებ და ჯერ სკოლა მინდა, კაცო. ხო, კი ბატონო. ხო და ეხლა მიწერია ეს ადამიანები რა, ჩვენი საძმაკაცო და სამეგობრო, აი შენ ვინც დაასახელეს, სულ ყველა იქ იყო, კაცო. ხო და ეხლა ამიგაზე ბორჯომის ქუჩაზე ცხოვრობდა, კი ბატონო, ახიან, კი ბატონო და ხო და ეხლა ეგ როგორი თემაა და ბატონი მიშა კიდე იყურება სარეპეტიციოდან ვინ ვის ესალმება რა და როგორ და ეხლა ძმაკაცებს სალამი არ რადაირი ბზერა ქონდა. დამიძახა. მაგარი რამე, აი მე მაგიტო დავიწყე ამის მოყოლა და გეტყვი ახლა მაგას გენაცვალე. დამიძახა რომ შემოდიო. შევედი კაბინეტში და უკვე ვიცი რომ უნდა რაღაცა ესენი შენი მეგობრები არიანო? მოხარ კი მეთქი. იმათთან ერთად გეკითხე. არა, ესენი გარეთ არიან და აქედან. აი ეს ბიჭებიო რა. შენი მეგობრები არიანო? მოხარ კი მეთქი რა, ჩემი მეგობრები არიან, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ასე შემდეგ. კარგიო. აშინ ესე მე-12 რიგსო ვჩუქნი მაგათო. ჩემგან ეგრე გადაეცეო, რომ ყველა სპექტაკლზე შეუძლიათ შემოვიდნენ და დაჯდნენ და უყურონ უბილეთოთო და წარმოგიდგენი რა გააკეთა? მაგარი ამბავი. და მე გავედი და ამ ბიჭებს ვახარე დღეს რა სპექტაკლი გვაქვს და ყოველ დღე ისხდნენ თავისუფალი რიგი ქონდა და ყოველ სპექტაკლზე ისხდნენ შეეძლოთ ღიად შემოსულიყვნენ, დამჯდარიყვნენ და ეყურებინათ ამა თუ იმ სპექტაკლისთვის და შემოიყვანა თეატრში. ბატონმა მიშამ და ეს იყო აი საოცარი მაგალითი ჯაპან რა გითხრა რა. დიდებული ისტორია მოყვა. ამიტომ მოგიყევი ეს. შენ გენაცვალე დიდი მადლობა, მაგრამ მე არ ვიცოდი ხა იქ ამბავი. და არც ერთი ცოცხალი აღარ არის, მეც მაგაანათლოს და მეც შეუნდოთ. კი ბატონო. ამ პროიური ცოდვები და მაგრამ მიყვარდნენ მე ძალიან ჩემი ახლობლებიც იყო. საერთოდ კლასელები ვიყავით, ეგეთი 62-იანი იყო ყველა. კი ბატონო. 24-ში 4 წელი ვისწავლე მე რა და კიდე კაი არ დამჭი იქ. გია კარგად გახსოვს, ხო? დებიარიანი. გია ძმა იყო, უფროსი იყო ჩვენზე. ერთი წლით. გელა იყო 62-იანი. კი ბატონო. ეხლა გეტყვი ეს რამე. ცოცხალი აღარ არის. იქ მუშაობდა კინოსტუდიაში, სასვლელში მუშაობდა კომენდანტი იყო კაკო. ბევრ ფილმებშია გადაღებული, ეს ხო, რაღაცა ის ქონდა რაღაც პრობლემა ქონდა რა, გარბინკა და ასე შემდეგ რა. ნუ მოკლედ მაშინ ესეთი ფორმულირება იყო, ეხლა არის განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პიროვნება და მაშინ ინვალიდს ეძახდნენ, ხო? კუზი. არ ქონდა ეხლა კუზი, ხო? კუზი ქონდა და არ ქონდა ეხლა ამ კაკოს კარგი ენა რა, შეეძლო ნებისმიერი ადამიანი გამოეყვანა მდგომარეობიდან და მე უკვე იმსეთ სტადიაში ვარ, რომ ჩემი სტუდია მინდა რომ გავხსნა რა რაღაცნაირად ბატონ მიშას ველაპარაკები ყოველდღე და კინოსტუდიის წინ იდგნენ ეს ბიჭები და მეც მივედი და რაღაცნაირად გავესაუბრე და გამოვიდა ეს კაკო და შეურაცხყოფა მოგვაყენა ყველას რა ვინც იქ ვიყავით რა. ხო და არ მინდა რა ეხლა კონკრეტული გვარების დასახელება და ერთმა გააქანა და პირდაპირ აბერკოტი რომ იც ამ კაკოს აი ამ კაცს და გადავარდა და დაეცა და ბიჭო ყველამ შევიცხადეთ რა. რო სახით დაეცა ეს კაცი მე იმას მივარდი წამოვაყენე ესენი დაეტაკნენ ამას რა ქენიო ბიჭო ინვალიდს ხელი როგორ დაარტყიო არაო კაცს დავარტყიო კაცო და მე არ გამითვალისწინებია მაგის ინვალიდობაო უცებ ეს კაკომა ესე მომიშორა სისხლიანმა გაქანდა რო ჩაეხუტა და დაუწყო სისხლიანი სახით კოცნა ამას, რომ პირველად ვიგრძენი კაცად თავიო რა. ასე ხა? მაგარია. მაგარია. გურჯაანში ყავდათ მახო ბიჭო ეგ. გესმის? ეგ რა. მაგიტო შეიქმნა ჩემი სტუდია, რომ მე ყველა ადამიანი ვისაც პრობლემა ქონდა და არ ქონდა ბავშვს ვიყავით ერთნი. კი ბატონო. იმ თავისი პრობლემისთვის თვითონ უნდა მიეხედა და
არ უნდა ყოფილიყო ის ცალკე მოქცეული, გარიყული, როგორც ინვალიდი, ან კიდევ რაიმე სხვა. ეს ის მაგალითი იყო იმ ჩემი ძმების და ძმაკაცების, შენი მეგობრების მაგალითი იყო, გესმის? კი ბატონო. მაგასთან ცალკე მივართ, იქ არტხოლი ცალკე მაგ. კი ბატონო. მანამდე მინდა რომ ეხა აქ მიწერია მე რაც არ ვიცოდი, ბიჭო, ხეზე ჭრა, სწავლობდი თურმე სპორტის თითქმის ყველა არ დარჩენილა სპორტი, რო არ გამოგივლია ფარიკაობა. ისროდი და რაზე ხა? ანდრიგი რა რომელ პისტოლეტის რომლაზე დადიოდი? თუ თოპით. ჯერ გეკოთი და მე პისტოლეტზე გადავედი. ეგ არ ვიცოდი ეხა, იმიტომ რომ მაგ დროს არ გიცნობდი რა და ეგრე აი ესე იგი ხეზე ჭრა, ხეზე ერთი პერიოდი მიშას ხეზე ჭრა კრიალოსანი გადააგდო და აი მაგ პერიოდში ვავარებდი ზუსტად მე რა ხეზე რო ჭრიდა ხეზე რა კი ბატონო და ფესვებს ეძებდა და ფესვებს ეძებდა და მაგ პერიოდში ვავარებდი მე და ჯოჯუა მიშა მიიღო და მე დამთავრდა ხო და მე მეორე წელს მოხვდი ვილისთან მაგრამ მე ვილისთანაც ვერ ვისწავლე გააიყო და ცალკე ვიყავით რეზომის სკოლავასთან მაგრამ ეგ იყო აი რომ ეგრე მაგას ჩიჩლიდა და ესე ამომხედა ერთი ამოხედა აუ რა გამოხედვა ქონდა ჩემი ხორიტავდა რა თვალი ქონდა ისეთი ეს მე ლაპარაკებოდა ჯოჯუა ბიჭო მე ვთხარი გაჩუმდი ჩემი ერთი გამაგდებს ახლა როგორ გამაგდო იცი მესამეჯერო შემომხედა ადექიო მითხრა ავდექი ჩამოდიო ესე ვისხედით რაღაც ცირკი ვითრიბაზე მესხე აუდიტორიაში ჩამოდიო ჩამოვედი კარებთან მიდიო მივედი კარები გააღეო გავაღე დახურეო და დავხურე არა გარიდანო აი ესე გამაგდო კონსულტაციიდან რაღაც მივიღებდა მე მაგრამ ესეთი მიიღო ხო მაგარი მიიღო ხო და ეს სროლაშიც მაგარი ყოფილიყო როგორც ვიცი ერთი ამასთან რა ფარიკავ კიდე რა არა იცი რა თითქმის ყველა სპორტის სახეობა ეხა ერთი ეს რა ქვია ჰოკეი არ მიცდია რა თორე დანარჩენი რაღაცები ყველაფერი ნაცადი მაქვს იცი მაშინ იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობები ყველაფერიზე ყველაფერი ხო უფასო და ყველგან შეგეძლო ჩაგეწერა საკუთარი თავი გეპოვა შენი იყო თუ არა აი ეს მაგალითად ცეკვაზე დავდიოდი 5 წელი და მარტო იმიტომ წამოვედი იქიდან რომ ვერაფრით ვერ მოუღუნებ ფეხის თითი რომ ცერზე დავმდგარიყავი აი ვერაფრით მარილიანი წყალი რა არ ვითხრა არ გამომივიდა რა და მივხვდი რომ ჩემი არ არის კი მიყვარდა ეს რიტმიკაც ყველაფერი მაგრამ ნუ აი ჩემი არ იყო რა მე ვერ გავაკეთე ის მე კიდე არ ამბიცია მაქვს რა მე არ მიყვარს ვიყო 27 და 29 რა თუ რაღაცა აი ძალიან მიყვარს ნებისმიერ საქმეში რომ პირველ ათეულში თუ ამის პრეტენზია არ აქვს რომ პირველ ათეულში მაინც მოხვდი რომ იმ პროფესიაში რაღაც ერთი პაწაწუნა აგური შეიტანო აზრი არ აქვს არც ერთ პროფესიაში ყოფნას ჩემი გადასახედიდან რა კი ბატონო ამიტომ ამომწურავად ხეზე წავედი და ვისწავლე რა იმიტომ რომ მაინტერესებდა ხიდან გადავედი ჭედურობაზე რაღაცები ნაკეთები რა სამოქ გააქვს სახში მაგრამ ახლა ამ წუთში გააქვს ის გაკეთებული რაღაცები სახში ეხლაც ვაკეთებ ჯაყვან და ეხლა გავაკეთებ ვებერთელა სახელოსნო რომელიც უკვე კომერციული დატვირთვით იქნება სანათები, სარკეები, საათები, მაგიდები და უამრავი რა. ახალი ტექნოლოგიები შემოვიდა, ანუ გულისხმობ მასალები მაშინ არ იყო, მარტო ხე იყო და იქიდან რაც გამოიჩორკნებოდა და ეხლა შესაძლებლობები ძალიან დიდი. ხო არა იქით ზეგში თუ სადაც არა, ზეგში ცალკე მაქვს იქ ინსტრუმენტები და ასე შემდეგ და აბსოლუტურად უნიკალური ინსტრუმენტები მაქვს, სულ ესე 10 თაოთ ნაყიდი. ძალიან ბევრმა ხელოსანმა შეიძლება არც იცოდეს დღეს რომ არსებობს ესეთი ინსტრუმენტი, რომლითაც რაღაცის გაკეთება შეიძლება და ხო და მე ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ჩემ შვილიშვილს აქვს მიდრეკილება ეგეთი რაღაცეების და სულ ვიძახდი ვის დაუტოვო ამდენი ინსტრუმენტი. რა 8 წლის. ხო და ასე რომ ეს უყვარს რაღაცა ჭხიკინი და ჭხირკედელაობა და მისამართი მაქვს. გადაეცემათ იმას. კი ბატონო. გამოიწვია მეცხრე კლასში განსამბლი ჩამოგიყალიბებია, ეგეც არ ვიცოდი. ახლა მღეროდი და ვინ იყო ამ ანსამბლის წევრები და რას მღეროდით გაფიცებ ყველაფერს. ჩემი თანაკლასელები იყვნენ. უკრავდი დაჟე? რაზე უკრავ? გიტარა და რამე? აბა, მე 10 წლები მაქვს დამთავრებული ფორტეპიანო. რას მე ლაპარაკები? უი დედა რა. გამოცდა არ ჩავაბარე რა, რომ დიპლომი ამეყო რა, არ ვინ ამეთქი. იცი რატო? ისეთ ადგილას ხოვრობდით გებუაძეზე.
ნოტების რვეულით ვერანაირად ვერ ვივლიდი და კერა დრო იყო და მე რა ბედნიერი ვიყავი რომ არ მატარა სპეციალურად ხო და მეზობლები მყავდა პატარა ბავშვები და ჩემი სკოლაც იქვე იყო ის მუსიკალური რა და ამათ მივცემდი ხოლმე ჩემ სკოლა იგრი ნაპორტეპიანო სოლფეჯიოს რაღაცა რო იყო ო სკოლა იგრი ნაპორტეპიანო ეგ ხო და შედი და კარებთან დადექი და ის შევიდოდა შეიტანდა ჩემ ნოტებს და უბედურებას და მე ახედი შევზრებოდი ხოლმე რა ხო და მე-9 კლასში გამიშთა სურვილი რომ აი რაღაცა და შევკრიბე ჩემი კლასელები თანაკლასელები და არავის არაფერი არ გქონდა ჩვენ არც სკოლას არ ქონდა არანაირი ტექნიკური ბაზა ამიტომ დიდი რადიო მიმღებებში ვაერთებდით აკუსტიკურ გიტარას რაღაცა პეჟო ელემენტი რაღაცას ეძახდნენ იმაში ერთხელ შემეშალა და დენში შევაერთე და ძმაკაც კინაღა მოვკალი დენი გავატარეს თურმუნებს ამიტომ რეზინის გადაწყობებით უნდა ო რეზინი და მე მომიტანეს რომელიღაცა სკოლაში იშოვა ალოშა ცინცაძემ კლავიში ხო იონიკა ერქვა ეხლა იუნოს ხო ოღონდ აკორდს რო აიღებდი ხო აბა მაშინ როლექსი და ეგ ხო სიბემული იჭედებოდა აქ რაღაცა იჭედებოდა და იქ უნდა დამერტყა ხელი სი აქედან ამოვარდება აქ რო დაარტყავდი დო ირთვებოდა და კი არ უკრავდი როგორც ეგრე უკრავდი. ხო და მე რა სიმღერებს ასრულებდით? რა ქონდათ? ძირითადად მაშინ ჩვენი ასე ვთქვათ ორიენტირი იყო ანსამბლი ივერია. აჰა. ორერა და ბუთხუზას აწარმოებენ. ხო და 75 მაშინ იბადებოდა, ხო? ოჩა ხო. არაჩვეულებრივი ბიჭები. და ქირურგიის ინსტიტუტში უკრავდა უჩა მე ვიყავი მაშინ 10 კლასში და იყო ეგეთი კონკურსი ალო ჩვენ ვეძებ ტალანტებს კი ბატონო იყო ეგეთი ხო და გავედით ამ ალო ჩვენ ვეძებ ტალანტებზე და ქირურგიის ინსტიტუტმა და ჩვენ 10 კლასელებმა ავიღეთ პირველი ადგილი ანუ ვერ გაყვეს პირველი ადგილი და დაინიშნა საკავშირო ტური, რომ უნდა მოსკოვში წავსულიყავით. და დედაჩემს ეტყობა, მაშინვე არ უყვარდა რუსეთი და არ გამიშვადა. აიგრე შემოგვეშალა ანსამბლი. თუმცა იმ ანსამბლიდან რამოდენიმე ადამიანი დღესაც ამ სფეროში დარჩა, ერთი მათ შორის არის ამერიკაში და არის არაჩვეულებრივი დრამერი, უკრავს არაჩვეულებრივად, ერთი ქალბატონი, რომელიც ჩემი თანაკლასელი. რამდენი იყავით თუ? 5. და ეს კარგად მღეროდით რა. არა შეგოს მაგის ჩანაწერები. არა კაც, მაშინ სად იყო ან ვიდეო სად იყო და ან ტელეფონი გადავიღე. ნახშირზე იყო კამერები. ახლა დედა მამა ვახსენეთ. მშობლები ეხლა ვიცით რომ მამაჩემის მეგობარიც ბაბაჩემის სამხედრო იყო მუსკომედიის. დიახ ბატონო. ზუსტად მაგ პერიოდში. მანდედან მინდოდა ბავშვობა დამეწყო რა. მაგ ხო და დედა რა პროფესიის დედა ექიმი იყო, მე ექიმი, ფარმაკოლოგი და ნუ დღემდე ეგრე არა. მიუხედავად იმისა, რომ 99 წლის არის, მაინც წამალს მაგას ვეკითხები, რომელს რა დანიშნულება აქვს და რაზე მკურნალობს ეგრეა. და ესე არა, მაგრად და მიხარია რომ თეატრისაც მიინტერესე მაინც მუსკომედიიდან მამდა რამე ჯაპან აი როგორ შენ დარბოდი მუსკომედიაში და მუსკომედიის ეზოში აი ეს არაჩვეულებრივი თევზები რო ყავდათ გაშვებული და კი რაღაცა იცნობდი მე ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს ხო თინა მერკულაძე იყო ტურეაშვილი იყო ხო არაჩვეულებრივი ლილი ჩიბალაშვილი და აი რა ვიცი რა თემო პაპა და აი ბადრი დიდი ბადრი ბეგალა აბაჯანას კოშები და კი ბატონო არშინ მალალა არშინ მალალა და ყველაზე მეტად მხიბლავდა დირიჟორი რო დგებოდა იმ საორკესტრო იმაში ჩახედო ხო და იქ
აი დგომა, იმიტომ რომ მეტი სიმაღლე არც მქონდა და ვიყავი დაყრდნობილი და უყურებდი ამ სპექტაკლებს. ერთს გეტყვი რომ მამაჩემი თამაშობდა ერთ-ერთ სპექტაკლში ედვინს, ეს იყო ოპერეტა სილვა. მაშინ ვიყავი 5 წლის. და თინა მერკვილაძემ ედვინს გაარტყა სილა. პრემიერაა და დაიგულებით არის მოსული ტანსაცმელს იკერავდნენ, კაცო, პრემიერაზე რომ მიდიოდნენ რა და განსაკუთრებული ამბავი ხდებოდა, რომ პრემიერა. და მე ეს პატარა ბიჭი, რომელიც ამ საორკესტრო იმასთან ვიყავი, ორმოსთან, და ვუყურებდი, დავინახე, რომ მამაჩემ სილა გააწნეს და გავგანდი სცენაზე. გვერდიდან ასასვლელი რო ქონდა და კი კარგი იყო რომ ფინალი იყო ეგ და დამთავრდა დროზე მაგრამ დავაყარე თინა მერკვინაძე მამიკოს როგორ დაარტყი ხელი და პატარა ანუ იცი რა დათო გამოვიდა რომ ორგანული მონაწილე ვიყავი იმ ოჯახის რასაც მუსიკალური კომედიის თეატრი ერქვა და ამიტომ აი დღესაც ხო ჩემი და შენი მეგობრები არიან ბეგარლა მე აი რა ვიცი მე რა ხო აი ვინც იქ დღეს აი ამ ჩვენს სტუდიაში ჩემ სტუდიაში მუშაობს ქალბატონი რომელიც არის მამაჩემის მეგობრის შვილი მისი ძმაც ჩემთან მუშაობდა და ჩვენი მუსკომედია მუსიკალური კომედიის თეატრი ორგანულად ჰქონდა ათვისებული. ეს იყო ნოდარ ხუნწარია, არაჩვეულებრივი დრამატურგი და იუმორისტი და მოდი რა ვიცი და 23 წელია ჩვენ აი ესე ერთად მიუძღვებით ამ სტუდიას. ასე რომ ეს სალთესაკმეველი თავის გზას არ კარგავს რა. იცი რატო? აგასაც გეტყვი და გავჩერდები. ნაღდი ძმაკაცობა გვასწავლეს ჩვენმა უფროსებმა. კი ბატონო. აი ძმაკაცობა რა არის? გულიანი. ვაყურებიდეს ამას. ვაყურებიდეს. ის კი არა. ჭუის დარიგებით კი არა. პირდაპირი მაგალითები. ვაყურებიდეს. საოცარი ხალხი მყავს და ნახე ახლა როგორ გისტრა ეს. კი ბატონო. აი 3 კაცი, 4 კაცი, ერთი ზურიკო ანჯაპარიძე, ზურიკო სოტკილოვა რო იყო და აშო ჩელავიშო, ზურიკო ანჯაპარიძე მეორე ბაბა ოთარ-თათაკიშვილი ბანს. აი ესე ქუხნაში რო იტყვიან ხო იცი ქუხნაში რო აი რეზულაღიძის დასროლი ბადე მაქვს მეთქი დანახი ეხლა როგორ ისრო და საოცრად ნუ ეხლა ეგ გვანახეს როგორ თვითონ კი არ გვასწავლე ხო და ანუ აი ღმერთ კაცები და მე იცი რა გული რაზე მწყდება ეხლავე გეტყვი რა იცი ჩვენი მომავალი თაობა მინდა გითხრა რომ ეხლა ბავშვებთან აქვს ურთიერთობა ხო სულ ამდენი 30 წელია 30 წელია და არაჩვეულებრივი უნიჭერესი თაობები მოდის აი პატარები ეხლა განსაკუთრებული ტიპები არიან შენზე და ჩემზე მეტი იციან იმხელა ინფორმატიკა აქვს უბრალოდ რაღაც კალაპოტები არა აქვთ და არიციან ფუძე საიდან მოვიდნენ და ამიტომ მიცი რაღაცა ძალიან გაამერიკულებულია რაღაცები და ერთხელ ავდექი და ეს 40 ბავშვი შემოიყვანე და დავსვი. როგორ უსმენთ მუსიკას? აი რას გრძნობთ? მე ვთქვი შვილო, თუ არიცი საქსაფონს რა ჟღერადობა აქვს? როგორ შეიძლება რაიმეს მოусმინო და აი საქსაფონია ეს, რომელიც ამ თემას ანვითარებს. თუ არიცი ბანჯო რა არის, საყვირი რა არის და ასე შემდეგ რა. ამიტომ მე ხარ ახუჭეთ მეთქი ყველამ თვალები არ გაახილოთ ჩავრთავენ ამერიკულ მელოდიას და მომიყევით მე ვთხარი რა ემოცია გაჩნდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩავრთე უნდა არ გეტყვი ახლა რა ჩავრთე თავი რო აწიეს ყველას ქონდა ცრემლი თვალზე რა მოხდა მე ვიკითხე არა რევაზლაღიძე ჩავრთე ისინი უსმენდნენ როგორც ამერიკულს და გაგიშდნენ და რა ქართულია გოგამას რა ბგერაა შიგნით სევდაც არის მწუხარებაც არის ბედნიერებაც არის ეგ არის შვილო შენი სიმდიდრე ეგ არის სად გარბი ხარ ასეძებ ეგ არის შენი მადანი და აი ზურგზე ეს სიმდიდრე კიდია და უნდა ღირსი იყო რომ აი ეგ ტვირთო და
ატარო. მანდამდე მივარ კიდე არტყოლამდე. მე მაინტერესებს. არტყოლზე არ გეუბნები. არა, მე მაინტერესებს, იმიტომ იქ ცალკე მინდა ამასთან დაკავშირებით. მე ღირებულებებზე ისეთი მოვლენა, თქო, საქართველოში რა, ჯერ მე რამდენჯერ შემიწუხები ხარ, არის ერთი ამბავი, ვერ ხვდებით. არა, კაცო რა, არა, სულ ეგეთი ახლა ძალიან ბევრი დიდი ამბები დაატრიალა მაგარწყობა. ესე მაგარი საქმე გააკეთე, ძალიან სერიოზული ამბავია. მაგის საქმე სალაპარაკო. შენი ჯგუფელები ვინ იყვნენ და ჩაბარება მაინტერესებს. დაამთავრე სკოლა და არა, სკოლა რო დაამთავრე რა მაინტერესებს. სკოლა რო დაამთავრე თუ დიდი ხანი ფიქრობდი სკოლაში. არა, კაცო, არა, საერთოდ არ მიფიქრია, კაცო. პირიქით რა, ესეთი რამე იყო, რომ მანდ თუ არა სხვაგან რა. ეგ პირველი წელს მოხდი ეგრევე თექსმეტი. არა, მეორე წელს. მე ძალიან ვინ იყო მინდოდა შენი ჯგუფელები? გეტყვი. ძალიან მინდოდა ანიმაციის რეჟისურა. აი იმ წელს იხსნებოდა პირველად რა. ლევი კოჭყონია და ესენი გახსოვს ალბათ. კი, როგორ არ მახსოვს კაცო. ისინი მოხდნენ. ნუ ამათ შემა თავი მოიკლა, რომ კაცო, სარეჟისორო გინდა გასაგებია და მე არ გიშლიო ხელს. დიახ. გია დანელიას ბიჭთან. კი. და ესო რა ქვია. ჯერ ისწავლეო რა არის ეს, აი სახიობს რო დაელაპარაკო, ხო უნდა იცოდე რა გინდა მისგანო და ჭკუაში დამიჯდა მე კი ახლა. მართალია მეთქი და ნუ ჩავაბარე. გაჩერებულია იქ ამბავი რამდენი ხანია და დავკარგავდი სერიოზულ არტისტს. არა კაცო. ხოდა ჩავაბარე და მოვხვდი 23 კაცი ვიყავით ჯგუფში, ქალბატონ ლილისთან. ოი დედა, ოი. 23 კაცი. ჯარში იყავი მოკლედ შენ. ხოდა აი უჩეპკას რო ეძახდნენ, ხო აი საშინელება ხოდა არა ყველა არანორმალურად მაგარი ადამიანი იყო. მიშა კინწურაშვილი, მიშა მაღალაშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, რა ვიცი, რომელი ერთი დავასახევ, ნინო დუმბაძე, რა ვიცი მე. ანა ლურკიფანი, ნინო ლურკიფანიძე, რუსიკო ბოლქვაძე, ნინო ბურდული, არა, რავი, ბევრი. თქვენ გაუძელი ძმაო, თქვენ ახართ ჯარში წავალში. არა, აი ახლა ვიგეთყვი როგორც მოხდა რა. პირველი სემესტრის მეორე თვეს ქალბატონმა ლილიმ გაყო ჯგუფი. ნახევარი წავიდა ბატონ გიგა ლურკიფანიძესთან, ნახევარი დაგვიტოვა. ნუ ეს არჩევანი ჩვენი არ იყო რა, ეგ თვითონ გაიყვნენ და თვითონ გაყოს. ერთი თვე არ იყო გასული, კიდე გაყო ჯგუფი ქალბატონმა ლილიმ და დავრჩით 4. ნინო ბურდული, მარიკა ჭიჭინაძე, უირასამო. რუსიკო ბოლქვაძე და მე. ერთი ბიჭი და 3 გიჟივით გოგო. მაგრამ ბედი ის არის რომ რეჟისორებიც იყვნენ ჩვენთან, ხო? მანანა ანასაშვილი, ნუკრი ქანთარია, ლევან ვაი უკვე ხათარია ჩემ დროს უკვე ასისტენტი იყო ლილის. ხო, კი, მაგრამ თქვენს მერე უკვე ასისტენტად დაისვა ნუკრი. ლევანი ეხლა არის კინოსტუდიაში ყუფარაძე, არაჩვეულებრივი ბიჭი რა. და ესე აი 3 რეჟისორი იყო ჩვენთან და დანარჩენები აი 4 მსახიობი ვიყავით. ყველა სპექტაკლში ქალბატონ ლილის უწევდა რომ სხვადასხვა ჯგუფებიდან მოეყვანა სტუდენტები და იმათ ეთამაშათ ჩვენთან ერთად. ზოგი უმცროსი, ზოგი უფროსი. ხო, 4 კაციანი პიესა ძალიან ცოტაა. ხო, აი მაგალითად ვითამაშე და ერთი კაცი არ არის ეგეთ. 3 კაცი და ერთი ქალი კიდე რაღაცა მეტი უნდა იყოს. იმიტომ იღებდნენ მამაკაცს მეც. კი ბატონო. პიესები უფრო მეტია როლი. მეოთხე კურსზე ვითამაშე რომეო და ჯულიეტა. და აი მაშინ შევხვდე ჩემ პარალელურ ჯგუფელებს, როგორც პარტნიორებს სცენაზე და ნუ დღესაც მახსენდება ის მე და გია ბურჯანაძე ვთამაშობდით. გია თამაშობდა მამა ლორენცოს და მე ვიყავი რომეო. ნუკრი ქანთარია იყო ტიბალტი, სხვათა შორის ხო. და ნუ ბევრად საინტერესო იყო ეგ ყველა ზაზა მაღალაშვილი ჩვენთან იყო კიდე თამაშობდა ამ სპექტაკლში. და ბევრი კიდევ და დამდრობით მაგ დარჩენილი რაღაცა 15 წუთი დამცა ცოტა. ბიჭო, მე 10 წუთი თუ რაღაცა და მინდა რამდენი ის კითხვა მაქვს ის შეთა გოგა გაკეთე. რა გინდა? მითხარ, აგერ არა ვარ კაცო. ნუ ეხა პირველად რომ მიხვედი გას არა, არტყოზე მინდა ვილაპარაკო რა ეხა. პირველი ვიცი რომ ბაკულას გორები იყო. მიშათოვანიშვილის თეატრში რომ მიხვედი. ეგ მახსოვს რა კარგად რა, იმიტომ რომ ესე იყო და ბაკულაში შემაგდეს ძალით. ხო. ძალით როგორ 2 დღეში და ისე რომ
წარმოდგენა არ მქონდა, კარნახობდნენ გადადი იქ. რომელი წელია იგა? წელია დაახლოებით 82. 82. 82-ში არის ყო ისიც ჩემი პატარა ქალაქი. არა. არა, ქალაქი. მერე იყო. მერე იყო. მე მახსოვს გოგი მაგი უნდა ეთამაშა ეროსი მანჯალაძეს და გარდაიცვალა. დიახ. წამყვანი. დიახ. და გოგი გეგეჭკორი მახსოვს, კაცო, სასა მაგარი. კი ბატონო, ძალიან დიდი იყო და. სერიოზული სასტავი იყავით. კი ბატონო. რა სპექტაკლი იყო. მე 3 წელი თან მიდიოდა. წავიკითხე, შენ წარმოიდგინე, თორთოლუა ილდერის ჩემი პატარა ქალაქი წავიკითხე. დიახ. და მე წავიკითხე ამ რეზო გაბრიელ იქვე, ახლოს წავიკითხე ესეთი გადმოქუთაისურებული. აი, ნუ არ ვიცი, აი მაჟრი ეხა გამაჟრია რა გამახსენდება. და მე კიდე სპექტაკლი მიშა თუმანიშვილი და არა, ეს საოცარი სპექტაკლი იყო. სულ პატარა ბიჭი. ხო, ოღონდ იცი როგორ მოხდა, რომ სხვები თამაშობდა, ლევან აბაშიძე თამაშობდა. თამაშობდა, კიდე თამაშობდა სხვების, მაგრამ კი, გეგიც თამაშობდა გუჯეჯიანი. გეგი გუჯეჯელის თამაშობდა. კი ბატონო, და მე 3 წლის შემდეგ აღარ მახსოვს, მე მგონი ლევან აბაშიძეს ფეხი მოტყდა, მე მგონი თხილამურები და თხილამურზე დაეცათ რაღაც ესეთი და დაიწყო ბატონმა მიშამ ჩემი მომზადება. საქმე იმაშია, რომ კარგი მაქსაიდუმლოებასაც გავამჟღავნებ რა. განაწილების დროს ბატონმა ნუგზარ ლორდკიფანიძემ ბატონ მიშას გვერდით იყო და უთხრა, რომ იქნება გოგა ამ გიორგიზე და არა, გოგა არა, ეგ ბებერიაო მაგროლისთვის არ გამოვაო რა. და ეხა იქ რომ განაწილების გარეშე არ დარჩესო, არჩილზე გაანაწილე. ზურა რასაც თამაშობს ყიფშიზე. ლოთი. ხო და ხო, ბიძა ხო და კაცო ზურა წავიდა იმაზე გადაღებებზე სადღაც მოსკოვში და მიბარებენ რეპეტიციაზე, რომ არჩილის რეპეტიცია მე უნდა გავიარო. ნუ აი როგორი პარადოქსია, ხა წარმოგიდგენი, აი გადავედი, გადმოვედი, დავდექი, ბატონი მიშა მისწორებს რაღაცებს, ესე კი არა, აი იქ შედი, იქ გამოდი და ასე შემდეგ და ტექსტი რატო არ ეციო და მე ვთქარი ხა, ბატონო მიშა, გეხვეწები, ჩემო კარგო. მე ხო ვიცი რომ ფიგურალურად ეს ჩემი არ არის და ფიგურალურად სადაც გჭირდები, როგორც გჭირდები, იქაც დავდგები, აქაც დავდგები, გინდა ყურებზე გავივლი რა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, ეს ზურას საქმეა, მე ვთქარი და არ გამოვა ჩემგან მეთქი რა. მართალი ხარო. ეგრევე. ხო და ეს სიმართლეც კარგად მუშაობდა რა, დადებითად მუშაობდა. ხო და ნუ ითამაშეს პრემიერა, ჩემთვის იყო აი არაჩვეულებრივი დღესასწაული, როცა ეს სპექტაკლი ვნახე, იმიტომ რომ პარალელურად დაიდგა კავკასიური ცარცის წრე და აქეთ კიდე საფეთქდა ჩვენი პატარა ქალაქი და ნუ აი წარმოგიდგენი, აი რაღაც არანორმალური მდგომარეობა იყო, შემოქმედებითი ბომბი გასკდა რა საქართველოში და თბილისში. გავიდა 3 წელი და შენ უნდა შეხვიდე გიორგიზეო, ბატონი მიშა მიბარებს. მე ვთქვი 3 წლით დაუბერდი მეთქი, ბატონო მიშა. მაშინ ვიყავი ბებერი და ეხლა გავახალგაზრდავდით როგორ არის? ხო, და 15 წელი ვთამაშობდი დათო. 15 წელი და ნახე ესე მოხდა რომ მე შევედი და მე ვთქვი ბატონო მიშა მართლა დაბერი. კბილი მიაღარა მაქვს, თმა მიაღარა მაქვს, რაღაცა 15 წლის ბიჭი, ვეღარ ვთამაშობ. ვეღარ დავრბივარ ისე, როგორც უნდა დავრბოდე. ძალიან წყინსო რა. მეწყინა ძალიან. მე ვთქვი აბა რომ შემომხედე რა, ხო არ გავა და მაშინ შენ მოძებნე ვინ შევიყვანოთო. მე როგორ მოუძებნო, მითხარი და მე მივეხმარებ ყველანაირად. გამოვდივარ კაბინეტიდან ძალიან გამიბრაზდა რა. გამოვდივარ და ნინობურდული შემეფეთა და რა მოხდა მეთქი და არა უნდა უთხრაო რომ არ ვეღარ ვითამაშებ. აიმე და ორი მსახიობი შევედით და აი ბატონო მიშა ვერ ვითამაშებ და აი ხო საშინელი ბომბი იყო, მაგრამ დათო გეუბნები რომ აი ჩემი ღრმა დამოკიდებულება ვინც ითამაშა ეს თამუნა გეგეჭკორმა და მამა კონსტანტინე მაშინ იყო ჩვენი კოტე. ხო და ეხლა მამა კონსტანტინეა ხო ლეკიშვილი და ამ წყვილმა ითამაშა ჩვენს მერე, იყო არაჩვეულებრივად წარმატებული რა და ეს ჩანაწერიც არსებობს და ძალიან მე ვეხვეწე ბატონ მიშას რომ მე ვთქვი აი უკანა ფონზე მეეზოვე რო დადის
ჩვენი კომენდანტი თამაშობს მეთქი და ჩავაწყობ საქმეს და ერთს ისი თამაშებს, ერთს მე. ოღონდ ქალაქიდან არ გამიშვა მეთქი რა. რაღაცას მაინც, იმიტომ რომ სულიერების დღესასწაული იყო ეგ სპექტაკლი. გოგა შემოგეულო ჩემი თავი დარჩენილი მაგ ძალიან ცოტა დრო და გამინდა კაცო რა. არტხოლზე რა არ მინდა რომ ესე უცებ გადის დრო გავი 45 წუთი დარჩა. კაი. ხო და მინდა ცოტა არტხოლზე მითხარი რაღაცა. როგორ მოხდა ეს არტხოლის აი საიდან დაიწყო გოგა და მე დავამშვიდობოთ უნდა ერთმანეთს იმიტომ რომ ინფორმაცია შემოდის რა გავაკეთე. ყველაზე მაგარი რამე 30 წელია, ხა პირველი ხელის მოწერა. საიდან რატო მოგინდა აი საერთოდ აი როგორ დაიწყო? იცი რა ბატონი მიშა სულ ამბობდა რომ ბავშვის თამაშსა და მსახიობის თამაშ შორის არის ძალიან ახლო კავშირი. თუ შეგიძლია ესე ირწმუნო ბავშვით მოვლენა და ასე შემდეგ. ხო. ამიტომ შეთავაზება ეგეთი გავაკეთე და მაშინ 51 კაცი იყო საჭირო რომ დაფუძნებულიყო ეს რაღაცა რა. ხო და რო უთხარი ბატონ მიშას თავიდან შეშინდა შეკრთა ბავშვებთან, მაგრამ სიგიჟე ჭირდა ბავშვების და დამეთანხმა და პირველი ხელის მოწერა მისია. ვიდრე რეგისტრაცია მოხდებოდა ბატონი მიშა გარდაიცვალა და ჩვენ გამოცხადებული გქონდა მიღება ბავშვების და ასე შემდეგ უკვე გავლილი იყო რაღაცა გარკვეული კასტინგები და ასე შემდეგ და დაკრძალვის დღეს დაემთხვა რეგისტრაცია. მე ხო ვერ წავიდოდი. და წავიდა ერთ-ერთი ადამიანი ჩვენ წარმომადგენელი და გადაშალეს ავტო. კი, მაგრამ დღეს ხო დაკრძალვა ბატონი მიხეილესო და კიო, მე აქ რა გინდა წადით დაკრძალვა და ვეღარ ვთქვი, მე დათო უარი ამაზე რომ ბატონ მიშასთან ერთად დაწყებული საქმე თაროზე შემომედო და ჩემი თეატრის თითქმის ყველა მსახიობმა გაიარა ამ სტუდიაში როგორც პედაგოგი ისე იყო და გამოცდილება გაეზიარებინა. კი, ყველა და დღეს გავაკეთე სამოყვარულო ჯგუფი. ეს ნიშნავს რომ ვისაც ბავშვობაში არ გამოუვიდა ან დედამ არ გაუშვა, არტისტი ვერ გამოხვალ და ასე შემდეგ, აი იმ ადამიანებისთვის ის ჭია ხო დარჩა. იმ ადამიანებისთვის გავხსენი სამოყვარულო ჯგუფი 50 წლამდე. ბიჭო მოვიდა და 51 წლისამ დარეკა და ჩვენ რა დავაშავეთო და ზედა ზღვარი მოუხსენით. ახლა ნინელის მიყავს ჭანკვეტაძეს ეს ჯგუფი და ძალიან წარმატებული ჯგუფია. სპექტაკლებიც იქნება ალბათ, ხო რაღაცა რა, თუ იყო. ჯერ 6 თვიანი კურსია და მაგაში მოვათავსეთ რაღაც აი ეგეთი, ნუ ხა არ მინდა თქვა რო სპექტაკლი და ასე შემდეგ, მაგრამ იქნება აუცილებლად რა და ისეთი საოცარი რამე ხდება, ჟრიამულია ამ ხნის ხალხში, რომ იპოვეს ძალაც და ენერგიაც, რომ აი ამ თემას შეხებოდნენ და ნოემბერში უნდა გამომეცხადებიდან მეორე მიღება, ანუ მეორე 6 თვის მიღება და რაღაცა ბევრი პრობლემა დაემთხვა სტუდიაში. ახალი წლიდან კიდევ ახალ ჯგუფს მივიღებ რა. შენ გენაცვალე. წარმატებები გოგა. შენ გენაცვალო ჩემი თავი. ერთი სიტყვით, სულ რაღაც 3 წუთი ვაკ დარჩენილი და ერთი სიტყვით ახალგაზრდა მსახიობებს რას ეთყვი აბა? რა უნდა ქნა, როგორ უნდა მოიცი? უნდა მოიკლან თავი, არ უნდა მოიკლან. არა, იცი რა, დღეს მე მესმის, რომ ძალიან ატმოსფეროში ბევრი რამ არის ერთად გაბნეული და ბევრი რაღაცისკენ შეიძლება წასვლა. თუ ხარ ამ პროფესიაში, ეს ყველაზე ავბედითი პროფესიაა, იმიტომ რომ ეხლა აი ამ წუთას შენს წინ ვზივარ და მე მაქვს ძალიან დიდი პირადი პრობლემა, აი ძალიან დიდი პრობლემები. მეტი რომ არ იქნება, მაგრამ ვზივარ აქ. ეს არის ამ პროფესიის ნაწილი, ამ პროფესიის ვალდებულება და ვერაფერს სხვანაირად ვერ დავინახავ და ვერ შევცვლი. ამიტომ თუ დამოკიდებულება არ აქვს, რომ ღრმად ჩახვიდე საკუთარ პროფესიაში, ამაზე დიდი ბედნიერება, რაც შეუძლია ამ პროფესიას რომ მოგცეს, სხვა პროფესიაში მე არ მეგულება. და აღმოვაჩინე რომ მოდიხარ რეპეტიციაზე მიდიხარ აქედან. კი ბატონო. და აღმოვაჩინე კიდევ რომ ქირურგებს აქვთ აი ეს დიდი ბედნიერება, როცა მადლიერი პაციენტის სახეს ხედავს.
ჩემთვის ეს იგივეა, როდესაც ნამკურნალები. მაყურებელი ჩემთან ერთად ტირის. კი ბატონო, ნამკურნალებია რა ის. ხო, აი ეგ არის ამბავი. ამიტომ რჩევა კი არ არის, უფრო თხოვნაა, რომ უდიერად არ უნდა მოექცნენ ამ პროფესიას რა. პირიქით ეს ყველაზე მეტად მოსაფრთხილებელი პროფესიაა და რომელსაც უკუგება აქვს ძალიან დიდი. გენაცვალეთ, ჩემო კარგი. აი ეგ არის ამბავი რა და ხა თუ ჭაში ჩახედო არ გინდა და ზედაპირულად გინდა, მაშინ მომეცით ეხა ინფორმაცია წავიკითხავ, რომ ამა და ამ წელს და ეგ არის რა. კი ბატონო, შენ გენაცვალე. უღრმესი მადლობა. გენაცვალე, ასამბლო, დაკავებულებმა გამონახე ჩემთვის დრო და მოხვედი. უღრმესი მადლობა გოგა, ძალიან ასამბლო, მიყვარხარ. დატო, რა ასამბლო, პიროვნება ისე მიყვარხარ, ნუ არ ვიცი ეხლა და ნუ მსახიობი ეხლა ყველა გენაცვალე, ჩემო ყველა საყვარელი. კიდე როგორც პიროვნებას არ გიცნობ, შემოგარგო და მე გენაცვალე. ბედნიერი ვარ იმით, რომ ის მაყურებელი ყველა შენ როგორც პიროვნებას არ გიცნობს და მე იმით ვარ ბედნიერი როგორც პიროვნებას და როგორც მოქალაქეს გიცნობ ამ შენი ქვეყნისა. დიდი მადლობა და დიდი მადლობა მადლობა შენ. ძმაკაცობისთვის, მადლობა მეგობრებისთვის. შეგენაცვალე, დიდი მადლობა, შემოგევდე შენ. მე შენ, უღრმესი მადლობა. წავედით ბიჭებო.